გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ურატორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში კვირის თემა თურქეთში გამოსული გაზეთი აფხაზია. ელდარ გეწაძე რუბრიკაში მიამბე აფხაზეთზე. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაძლევის პერსპექტივები, ასე ეწოდებოდა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. მომხსენებლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ ასპექტებზე, 1992-93 წლების რუსეთ-საქართველოს ომზე, აფხაზეთში და მის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და თურქეთის აფხაზური დიასპორის საქმიანობაზე. კონფერენციის მონაწილეებმა მე-20 საუკუნის 90-იან წლებსა და 21 საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციებიც განიხილეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა ცხუმ აფხაზეთის ეპარქიის ისტორიის საკითხებზე და აფხაზეთის ომის შემდეგ იქ არსებულ მწვავე პრობლემებზე ისაუბრა. ერთადერთი მოხსენება, რომელიც ეკლესიას ეხებოდა, გახლდათ ჩემი მოხსენება, ის გახლდათ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკლესია, როგორც ტროას ცხენი, საერთაშორისო საეკლესიო პოლიტიკაში. ეგრეთ წოდებული ეკლესია, იმდენად რამდენადაც საქართველოს ისტორიამ და მსოფლიო არც საეკლესიო, არც სამოქალაქო ისტორიამ ფენომენი, როგორც ესეთი აფხაზეთის ეკლესია არ იცის და ხშირად ჩვენ ვახსენებთ აფხაზეთის ეკლესიას და უნებლიეთ ვაღიარებთ მას როგორც დამოუკიდებელ ერთეულს. ამიტომ მას ჩემ ყველა მოხსენებასა თუ ნაშრომში წინ უძღვის ეგრეთ წოდებული. რაც შეეხება დღევანდელ თემას, გასაგებია სათაურიდან გამომდინარე, ეს არის უახლესი კვლევები და ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ არ მგონია ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემა ჰქონდეს, როგორიც გახლავთ ქვეყანას ჩამოჭრილი ტერიტორიები და ერთნაირი სიმძლავრის, ერთნაირი დატვირთვის არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ ცხინვალის რეგიონისაც. სათაური პირდაპირ გვეუბნება, რომ აფხაზეთი ეს არ არის მხოლოდ ქართველების საეკლესიო თვალსაზრისით და აფხაზების პრობლემა, არამედ პრობლემაა ბჭყალებში საერთაშორისო მასშტაბის დიდი ეკლესიების. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო ვატიკანი, წარმოდგენილი კონსტანტინოპოლის და მოსკოვის საპატრიარქოები. თუ როგორც ცდილობენ ისინი, რომ ამ დაძაბულობაში, ამ აფხაზი ხალხის გაურკვევლობაში, თორე ქართველები მშვენივრად ვართ გარკვეული რაც გვჭირს და ისარგებლონ და გარკვეულწილად თავიანთი გავლენის სფეროები მოიპოვონ აქ. კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის თემით სისტემატური დაინტერესებისა და აქტუალიზაციისათვის. ასევე იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც აფხაზეთის ხელისუფლება და დევნილი საზოგადოება კათოლიკოს პატრიარქისგან გრძნობს. საქართველოს დედა ეკლესია აფხაზეთის თემაზე მუშაობს, ლოცულობს აფხაზებზე, ქართველებზე, ზოგადად აფხაზეთზე და იმ პრობლემებზე, რომელსაც კონფლიქტის მოგვარება ქვია. მე არ მახსოვს შეხვედრა, რომელიც ჩატარებულა პატრიარქთან და მას არ ესაუბრა ტკივილით იმ განცდაზე, რა განცდით ცხოვრობს იქ მრევლი. მე დიდი მადლობა მინდა მოახსენო უწმინდეს და უნეტარეს იმ ყოველდღიური ზრუნვისათვის და დამიჯერეთ არ არის გადაჭარბებული მადლიერება მის მიმართ, რომელი ერთი დავასახელო. ვფიქრობ დღევანდელი კონფერენცია და ეს იმდენად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ძალიან რთული აფხაზეთის საკითხზე მუშაობა ჩიხშია შესული და ამ ეტაპზე ძალიან საინტერესო კონფერენციის მოწვევა არის ერთგვარი გარღვევა სამეცნიერო და საღვთო თვალსაზრისით და იმ სამომავლო ხედვებით, რომელიც მამა ადამმა წარმოადგინა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მასალები საოცრად კარგ სამსახურს გაუწევს ყველა იმათ, ვინ დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარებით. უდიდესი მადლობა უწმინდეს და უნეტარეს და მთლიანად ქართულ სამღვდელოებას, რომლებიც ყველაზე მეტად იღწვის ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. არა მარტო ლოცვით, თავისი საქმითაც. ღვთის ნებით და პატრიარქის ლოცვა კურთხევით
იმ ბრძოლით, რომლებსაც აწარმოებს ეკლესია და სრულიად საქართველოს, მე მგონი, უნდა ყველაფერი კარგად დასრულდეს. ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო. ძალიან საინტერესო, მე ვიტყოდი, სტრატეგიული, რაც უნდა იყოს სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს ეს ამ მოხსენებების ნაწილი ჩვენი პოლიტიკოსებისათვის და უნდა გავრცელდეს ეს მასალა, უნდა მიეწოდოს საზოგადოებას და გარკვეულწილად გამოჩნდა, რა სტრატეგია უნდა აერჩიოს საქართველოს. აი ამ სტრატეგიაზე იყო ლაპარაკი ამ მოხსენებებში. და ვფიქრობ, სულ ყველა ერთად ჩვენ, როგორც ბერი ისე ერი, უნდა დავდგეთ, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს. არის წითელი ხაზები, რომელსაც საქართველოს არ გადააბიჯებს არასდროს. ეს არის მისი დაკარგული ტერიტორიები. აფხაზეთის ომი მომავლის გადასახედიდან და მისი მოგვარების გზები. ამ თემაზე ისაუბრა კონფერენციის დასასრულს არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. მამა ადამმა გამოსვლა ამონარიდით დაასრულა წიგნიდან სოხუმის ქუჩაზე, რომელიც მისი ავტორობით ახლახან გამოიცა. ქართველთა და აფხაზთა ძმობაზე დღეს ბევრს არაფერს ვამბობ. აკი ეს ძმობა მთლიანად სიყვარულია. ამ სიყვარულს კი ხშირად მალვა უნდა, დამარხვა და გაფრთხილება. ჯერა რომ ამ სიყვარულს ჩვენი ხალხების ისტორიული კეთილშობილება დროისა და სივრცის სამანებს დაარღვევინებს და გადაალახინებს, რათა მარადისობის ბინადრად აქციოს. ჩვენ ხომ სიამის ტყუპები ვართ, ქართველნი და აფხაზნი, ისე თანაშეზრდილნი, რომ ჩვენი ქირურგიული განცალკევება სიკეთეს არ შეიძლება უქადდეს რომელიმე ჩვენგანს. იგი სასიკვდილო საფრთხითაც კი გვემუქრება. ნუ იქნებინ ასე. წარსულშიც, აწმყოშიც, მომავალშიც, როდესაც ჯერჯერობით ვეღარ წვდებით ოქროწყლის, რიწის ხორკლიან მსკერს და მერმეც, როდესაც ცის და ზეცის ზემოთ დაბადებული, სხივთასხივის პირველი ათინათი გაგვინათებს, კალმანისკენ სავალ გზა ბილიკებს, ჩემი გული ყოველთვის შენს მისამართზე დაიდებს ბინას. სოხუმის ქუჩაზე როგორც მისი მარადი მცხოვრები. ეს ჩემი და თითოეული ჩვენთაგანის ბედის წერაა. ჩვენი ბედნიერი ბედის წერა. ჩვენი სულიერი მამის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უძლეველი ლოცვით სოხუმის ქუჩაზე სიარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ საქართველოს პატრიარქს აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნები გადასცა. ეს ნამდვილად გამოგვადგება ჩვენ ესკოვში ვიზიტის დროს. ღმერთმა დაგლოცოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ თემებზე. ჩვენთან არც ღმერთი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კალოუბნის ქუჩაზე მდებარე აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო ცენტრში პაციენტები მოინახულეს. ამჟამად იქ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული 4 ბენეფიციარი მკურნალობს. ერთ-ერთ მათგანს ეთნიკურად აფხაზ მამაკაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაუკეთდა. 4 სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარ მიზნობრივ სარეაბილიტაციო პროგრამას აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამით აფხაზეთიდან გადმოსული ძალიან ბევრი პაციენტი სარგებლობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შთაბეჭდილებების წიგნში თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ აფხაზთა მადლიერების წერილსაც გაეცნენ, რომელშიც ეთნიკური აფხაზი მადლობას უხდის პროგრამის მესვეურებსა და სტაციონარის ექიმებს გაწეული დახმარებისთვის. ჩემო საყვარელო საქართველო, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ყავს ასეთი ადამიანები. კითხულობთ აფხაზი პაციენტის წერილში. ჩამოსული არიან აფხაზეთიდან, ერთი გახლავთ აფხაზი, ხიპიროვნება ქართველები არიან, პატარა ბავშვები არიან, რომელსაც აქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ერთი აფხაზი, რომლის ძმას გუშინ წინ გაუკეთდა ოპერაცია, საკმაოდ სერიოზული ოპერაცია თავზე და კარგად ჩაიარა ოპერაცია, მის უკვე გაემგზავრა
სოხუმში და ყველა პირობა შექმნილი იმისათვის, რომ მათ ნორმალურ პირობებში იგრძნონ თავი. მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა თურქეთის საელჩოს, თურქეთის მთავრობის სტრუქტურას TIKA-ს, რომელიც მოღვაწეობს თბილისში ასეთი საჩუქრისათვის. ჩვენ შევეხედეთ, რა თქმა უნდა და დღეს ჯანდაცვის სამინისტრო და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ულიან ამ შენობას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ბევრი განაცხადის შემოდი ძალიან ბევრს უნდა დარჩენა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის თქმით, პროგრამა მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მასში ჩართვა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ძალიან ბევრ პაციენტს სურს. ეს გახლავთ რეფერალური პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარები თავიანთ თანხლებ პირებთან ერთად და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ასევე სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მოსარგებლეები არიან. ამჟამად აქ იმყოფება ოჯახი, რომლის სამი მცირეწლოვანი წევრი გახლავთ სხვადასხვა სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასე შემდეგ. ბავშვებს ჩაუტარდათ კვლევები, მოხდა დიაგნოზის იდენტიფიცირება და შემდგომში დავით ატიშვილის სამკურნალო გამაჯანსაღებელ ცენტრში მომსახურების გაწევა. ესეც გახლავთ სამინისტროს მიზნობრივი პროგრამა. აფხაზეთიდან ვართ ჩამოსული, მოვხვდით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამაში. და გავდივართ მკურნალობას. ძალიან კმაყოფილები ვართ, 3 ბავშვით ვარ მოსული, მე ვარ ბავშვების მამიდა. აქვთ პრობლემები და უტარდება ყველაფერი ბავშვებს, რაც პროგრამაში შედის. აფხაზეთის დამსახურებულ ექიმს ზიზი ანთელავას 80 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუბილეურ საზოგადოებისათვის გაწეული 8 წლისთვის მადლობა გადაუხადეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადასცეს. ზიზი ანთელავა წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის სამშობიარო სახლში მეან გინეკოლოგად და შემდეგ უკვე თბილისში ქალთა კონსულტაციაში გინეკოლოგად. გზა ცხოვრების მე კმაყოფილი ვარ. მართალია შრომაში უფრო ვიყავი ვინმე ფუფუნებაში. 53 წელია ამას ვაკეთებ. უფრო თავდადება და უფრო მეტი ყურადღება ადამიანს სჭირდება. ეს იყო ჩემი კრედო ცხოვრების. მიყვარდა ძალიან ეს სპეციალობა ბავშვობიდან. სიტყვებით ვერ გამოვთხოვავ ამ კმაყოფილებას. დიდი მადლობა ყველას. არაწრფივი სოციალური პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება, ასე ეწოდება ლეილა სულავას სადოქტორო დისერტაციას, რომლის დაცვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. ნაშრომის მიზანია მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების გამოყენება სოციოლოგიაში. კერძოდ სოციალური პროცესების აღწერისთვის, როგორიცაა ადმინისტრაციული მართვა და პოლიტიკური არჩევნები, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელების შექმნა და შემდგომში მათი გამოყენება პრაქტიკაში. ლეილა სულავას სამეცნიერო ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი თემურ ჩილაჩავა გახლდათ. თემა მეტად აქტუალურია, რადგანაც მათემატიკური მოდელების შექმნა სოციალურ მეცნიერებებში უფრო ახალი მიმართულება დაახლოებით 10 წელია. მით უმეტეს საარჩევნო თემატიკა იგულისხმება პოლიტიკური არჩევნები, ასევე ადმინისტრაციული მართვა, როგორც ვთქვათ, საქართველოსთვის, ასევე მსოფლიო მასშტაბით არის ძალიან აქტუალური. მე მართლაც დღეს ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც 1932 წლიდან პირველად მოხდა სოხუმის უნივერსიტეტში დაცვა ზუსტ მეცნიერებაში, როცა ხელმძღვანელი და დოქტორანტი ორივე არის აფხაზეთელი. ეგ არის ძალიან დიდი წარმატება სოხუმის უნივერსიტეტისთვის და თემატიკა იმდენად საინტერესოა და გამოიწვია საკმაოდ დიდი დაინტერესება, რომ დისერტაციაზე ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება ავსტრალიიდან, ძალიან ცნობილი მეცნიერიდან ინფორმატიკის და მოდელირების დარგში, ასევე სოფიის უნივერსიტეტიდან. ქალბატონი ლეილა სულავას სახით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მთელ აფხაზეთს ყავს
ბრწყინვალე სპეციალისტი მათემატიკური მოდელირების და კომპიუტერული მოდელირების ხაზით, რომელიც კარგად ფლობს ცხადია მათემატიკას და კიდევ მთავარია ფლობს პროგრამირებას, რაც იშვიათია, ბევრ მათემატიკოსმა არ იცის პროგრამირება, რადგანაც ეს ცალკე მიმართულებაა და მისი სახით ჩვენ გავზარდეთ ძალიან კარგი მეცნიერი. გამოსულები დისერტაციას ახალი მიმართულების ნაშრომს უწოდებდნენ და ლეილა სულავას მიერ განვლილ საინტერესო გზაზე საუბრობდნენ. კოლეგებმა და მეგობრებმა დოქტორანტს მორიგი წარმატებები და სამეცნიერო საქმიანობის მშობლიურ სოხუმში გაგრძელება უსურვეს. მიხარია რომ ასეთი მიმართულება საქართველოშიც გამოჩნდა. ეს ალბათ დამსახურება არის მისი ხელმძღვანელის პროფესორი თემურ ჩილაჩავასი, რომელიც დაუღალავად იღწვის. მან მთელი სკოლა შექმნა უკვე აფხაზეთის უნივერსიტეტის ფარგლებში და ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ ლეილა სულავა, რომელიც სოციალური პროცესების კომპიუტერული მოდელირების საქმეში გააგრძელა ბატონი თემურის საქმე და იმედი მაქვს რომ ის ამის შემდეგ თვითონ შექმნის თავის სკოლას, იმიტომ რომ ბატონი თემური ყოველთვის ასეთ ხალხს არჩევს, რომლებიც სოხუმში დაბრუნებისას შექმნიან ამინდს მთელს აფხაზეთში. და ეს იქნება ჩვენი სიამაყე, არა მარტო ჩვენი, არამედ აფხაზებისაც. ძალიან მღელვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დღეა ჩემ ცხოვრებაში. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ხელმძღვანელს, თუ არა მაგისი მეცნიერული იდეები არაფერი არ შედგებოდა. დიდი მადლობა ჩემ ოჯახის წევრებს, როგორც ყოველ წუთს გვერდზე მედგნენ და ჩემ კოლეგებს და ყველას. ძალიან აქტუალური თემატიკა, როგორც მოისმინეთ თქვენ, ეს არის ახალი მეცნიერული მიმართულება, მათემატიკა პლუს სოციოლოგია და ეს არის კომპიუტერული და მათემატიკური მოდელები სოციოლოგიაში. ანუ თურმე შეიძლება მათემატიკის მოდელის მეშვეობით ინფორმაციული ომზეც პროგნოზირება გაკეთდეს, ან როგორც მე ვთქვი, ჩემი დისერტაცია პოლიტიკურ არჩევნებზე არის მიძღვნილი და ეს ახალია, ძალიან მნიშვნელოვანია და განვითარებადია. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას ამაზე და ვაპირებთ გაგრძელებას ამ მიმართულებით, მუშაობას ვაპირებთ და მგონია, რომ კიდე და კიდე მივიღებთ საინტერესო შედეგებს. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კონკურსის ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა. საქალაქო დათვალიერება კონკურსი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა და მისი ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი. დასკვნით შეხვედრაზე გამოვლინდა გამარჯვებული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. მათი სიგელები და სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცათ. გავიმარჯვე საშუალო კატეგორიაში, გავხდი ჟიურის სიმპათია. ჩემი აზრით ეს იყო ძალიან კარგი, რადგან ვეფხისტყაოსანი შეიქმნა ძალიან დიდი ხნის წინ და დღესაც კი ამ ახალ თაობას ასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ. ვეფხისტყაოსანი არის საქართველოს საგანძური და ეს ძალიან კარგია, რომ ხალხი ამას აქცევს ყურადღებას. და მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი კონკურსი გაკეთდა და ბავშვებს აძლევენ იმის საშუალებას, რომ გამოხატონ თავისი ნიჭი. მე ვკითხულობდი ამბავი როსტევან არაბთა მეფისა. თავი რთული იყო, მაგრამ იმდენად კარგია ეს ყველაფერი, რომ სიხარულით გააკეთებს ადამიანი. გავხდი ამ ღონისძიების პირველი პრემიის ლაურეატი და ძალიან მიხარია. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ქალბატონ ელდინე სახარაძეს, რადგან ის გვამეცადინებდა და ასეთი შედეგიც მისი დამსახურებაა. კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, მულტიმედია ჰოლდინგი პალიტრა მედია, რადიო პირველი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. შეირჩა 50-მდე მონაწილე პირველ ტურში, რომლებიც შემდეგ 2 თვის მანძილზე სულიერების და კულტურის ცენტრში საკვირაო სკოლაში მეცადინეობდნენ ქალბატონ ელდინო საღარაძესთან და ბატონ გოგი ხარაბაძესთან. ჩვენ ვატარებთ ბავშვებთან სხვადასხვა ღონისძიებას, მაგრამ ამ დონის კონკურსი წელს პირველად ჩავატარეთ. ყველაზე პატარა მონაწილე არის 6 წლის. ყველაზე დიდი 10 კლასელია და სპექტრი ბავშვების იყო ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ბავშვებმა ვეფხისტყაოსანი ისწავლეს. 15 ბავშვის არჩევა გაგვიჭირდა, როგორ იცით, ყველა ღირსი იყო, რომ იქ მოხვედრილიყო. ვეფხისტყაოსანს კითხულობენ წინვალე გაოგნებული ბიჯექი. თელმა საქართველოს უნდა აიტაცოს ეს. ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როცა
პოეზიით, როცა ლექსით, მოთხრობით არიან ბავშვები დაკავებულები. ბავშვებს მოუმზადებიათ რუსთაველი. წაიკითხეს შესანიშნავად, ბევრი ძალიან ნიჭიერი დეკლამატორი გამოდგა და მიხარია მე როგორც წერალს, პოეტს, რომ მათი სახით საქართველოს ეზდება ნიჭიერი და გონიერი თაობა. წიგნი, რომელსაც ჩვენ ვჩუქნით, აი ეს წიგნი გახლავთ, ეს სპეციალური გამოშვებაა, ეს საიუბილეო, ძალიან კარგი გამოცემა, სწორედ ამიტომ ავარჩიეთ ეს. განსაკუთრებულად გამოგვეყო ის ბავშვები, ვინც გაიმარჯვა. პალიტრა ყოველთვის უდგას ხოლმე მხარში ასეთ ღონისძიებებს და არაერთხელ ყოფილვართ თანაორგანიზატორები, ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვისაც ასეთი კარგი იდეა აქვს ხოლმე და თან ასე კარგად ახორციელებს. რუბრიკაში კვირის თემა თურქეთში მოღვაწე აფხაზური დიასპორის გააქტიურება. გაზეთ საბაჰის დამატება. აფხაზიას გამოცემასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. ხაჯიმბას რეჟიმის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ავტორიტეტის გამტკიცებაზე ზრუნვას განაგრძობენ. თვითმარქვია ხელისუფალნი ხან ეგრეთ წოდებულ მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს სტუმრობენ, ხან კი თავიანთი სეპარატისტული ამბიციების დასაკმაყოფილებლად საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ამჯერად თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორა გააქტიურდა და მათი ძალისხმევის შედეგია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის ქალაქებში გასაყიდად გაზეთი აფხაზია გამოვიდა. აფხაზია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მრავალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთის საბაჰის დამატებაა, რომელიც თურქეთში 30 წელზე მეტია არსებობს და ძალიან გავლენიან გაზეთად ითვლება. დანართი აფხაზია მკითხველს თურქეთისა და აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ქვეყნის სტრატეგიულ და ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მოუთხრობს. როგორც მის ანოტაციაში წერია, ეს არის პირველი გამოცემა, რომელიც აფხაზეთისა და თურქეთის ურთიერთობებზე მოგიყვება და მისი მესვეურები ყველას ურჩევენ დილით ეს გაზეთი შეიძინონ. ამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს საუბრობენ სეპარატისტული გამოცემის შინაარზე და მის პოლიტიკურ მიზნებზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით მალევე ცნობილი გახდა თურქული და ქართული მხარეების ცალსახა ნეგატიური პოზიციები. გაზეთის დანამატის აფხაზიას გამოცემას თურქეთში მცხოვრები ქართველების დიდი გაღიზიანება მოყვა. თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის მიუღებელია ამ გაზეთის სეპარატისტული სულისკვეთება და შინაარსი, სადაც აფხაზეთი მოხსენიებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და უგულებელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რაც შეეხება გაზეთის გავრცელების არეალს, ანოტაციაში არის ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ეს გაზეთი მიმართულია კონკრეტულად ერთ რეგიონზე და მას ყავს მიზნობრივი აუდიტორია. კერძოდ, გაზეთი არ ვრცელდება ანკარასა და სტამბოლში, არამედ ისეთ ქალაქებში დარიგდა, როგორიცაა საქარია, დუშცე, ბოლუ, ზონგულდაქი, ქოჯაელი, სადაც აფხაზები კომპაქტურად არიან ჩასახლებული. აქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და აქვეა უნივერსიტეტი, სადაც ქართული ენა ოფიციალურად ისწავლება. ამ რეგიონში მცხოვრები ქართველები გაზეთიდან აფხაზური ჩანართის ამოღებას ითხოვენ და საპროტესტო წერილიც გაავრცელეს. ხელის მომწერები მოითხოვენ, რომ საბაჰის რედაქციამ კიდევ ერთხელ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას გაზეთის გამოშვების შესახებ და თავისი სარედაქციო პოლიტიკა წარმართოს ისე, რომ არ გამოიწვიოს ქართული მხარის ინტერესების ხელყოფა. გაზეთის სტატიებიდან ირკვევა, რომ მას კონკრეტული და შორსმევალი პოლიტიკური მიზნები აქვს. წერენ იმაზე, თუ როგორ მუშაობს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე. იმაზეც, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საფეხბურთო გუნდი FIFA-ს ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ისწრაფვის, ასევე აფხაზური დიასპორის მიერ გამართულ კულტურულ გამოფენებზე. აღნიშნულ ფაქტს ოფიციალური თბილისისა და ანკარას დიპლომატების რეაქციები მოყვა, რომლებმაც მომხდარზე შეშფოთება გამოთქვეს. თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენტ გუმრუგჩუ განმარტავს, რომ აფხაზია გახლავთ კერძო გაზეთის ადგილობრივი ჩანართი, რომელიც თურქეთში აფხაზური სათვისტომოს ძალისხმევით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობა ინფორმირებული არ ყოფილა. თურქული მხარე მუშაობს იმაზე, რომ აღნიშნული აღარ განმეორდეს. ხაზს უსვამ იმას, რომ თურქეთის ოფიციალური პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მტკიცე და უცვლელია. ჩვენ ამ საკითხზე თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი კოპლატაძეს დაუკავშირდით. საელჩოს აფხაზიას გამოცემის ფაქტთან დაკავშირებით გვქონდა შესაბამისი რეაგირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ თავად თურქეთის საგარეო უწყება შეწუხებულია ამ ფაქტით, რადგან ეს ეწინააღმდეგება ოფიციალური ანკარის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში. ანკარასთან ერთად მუშაობთ ამ თემაზე თურქული მხარე იკვლევს ამ საკითხს. რაც შეეხება ქართულ დიასპორას, მათ მაშინათვე გამოხატეს პროტესტი ამ ფაქტთან მიმართებაში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე სრულიად შესაბამისი რეაქციები ჰქონდა თბილისისა და ანკარის ოფიციალურ უწყებებს მომხდართან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხის მოკვლევაში და მასზე რეაგირებაში ჩაერთვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩანართი გარდა კულტურული და სოციალური ხასიათისა, ასევე პოლიტიკურ პასაჟებს ატარებდა და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, მათ შორის თურქეთის გაცხადებულ პოზიციას, რომელიც არაღიარების პოლიტიკას მისდევს. როცა საკითხი ეხება პოლიტიკური სტატუსის თემას, ცხადია ეს უწყებები, მათ შორის ის სახელმწიფოები, სადაც ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, აქტიურდებიან. გაზეთის დანამატის აფხაზიას გამოცემის ფაქტს გამოეხმაურა თურქეთმცოდნე საზა წურწუმია. პროფესორი თვლის, რომ გამოცემა იმართება აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მმართველებისგან და მომხდარს აფხაზური დიასპორის აქტიურობის შედეგს უწოდებს, რაც სამწუხაროდ ამჯერად გარღვევით დასრულდა. აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე აუცილებლად ნეგატიურად აისახება. გაზეთი საბა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთი თურქეთში. თურქული საზოგადოებრიობა აი ამ გაზეთით და მისი ინტერნეტ საიტით იგებს პრაქტიკულად მსოფლიოში და თურქეთში მიმდინარე მოვლენებს. ამ გაზეთში, რომელიც საკმაოდ სქელია, ჩაიდო დანართი, რომელსაც დაერქვა საბა აფხაზია. თურქულ ენაზე 8-10 გვერდიანი არის, სადაც მთლიანად მიმართულია, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის პროპაგანდა, როგორი მიმზიდველია აფხაზეთი თურქი ბიზნესმენებისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია მთლიანად ეს ჩანართი. ამისი გამოშვება არის გარღვევა თურქეთის აფხაზური დიასპორისთვის, ეს მათ ძალიან ეამაყებათ და ვფიქრობ, ისინი ამაზე მიღწეულზე არ გაჩერდებიან. დაგეგმილია მეორე ნომრის გამოშვას, უფრო უკვე 100.000-იანი ტირაჟით, ეს წინა გამოვიდა 36.000-იანი ტირაჟით. ყოველი თვის პირველ დეკადაში აქვთ განზრახული აი ამ ჩანართის გამოშვება და აი ეს მიზნები აქვთ, რაც მე ვფიქრობ, მხოლოდ უარყოფითად შეიძლება აისახოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე, რადგან არის ძალიან რადიკალური, აბსოლუტურად არ არის მართული არავითარი დიალოგისკენ და ტოლერანტობისკენ. ამიტომ მე ვთვლი, რა თქმა უნდა, ცალსახად ნეგატიური მოვლენა არის ამ გაზეთის გამოშვება, როგორც თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის, ისე საერთოდ, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებისთვის. მსგავს ინციდენტებს ქართული დიასპორა თურქეთში გააქტიურებით და გაძლიერებით უნდა დაუპირისპირდეს, მიიჩნევს თურქეთმცოდნე. ეს არის ეთნიკური აფხაზების მიერ გამოშვებული გაზეთი. ისინი არიან თურქეთის მოქალაქეები, ეს არის მათი ინიციატივა. ვინ უშლის ხელს თურქეთის ქართველებს, რომლებიც 10-ჯერ მეტნი არიან, იქ 100.000 აფხაზი ცხოვრობს დაახლოებით და ქართველები მილიონზე მეტნი არიან, უფრო შეძლებულნიც, უფრო წარმოდგენილნიც პარლამენტში. ვინ უშლის მათ ხელს? არა მარტო გაზეთი, ტელევიზიებიც კი ამოქმედონ. თურქეთის ხელისუფლება ამას არ გძალავს. თუ ჩვენ ეს გვინდა ქართული დიასპორისგან და მოვითხოვთ ამას, მაშინ ჩვენ აფხაზურ დიასპორას ამას ვერ აუგზავნებთ. ამისი საწინააღმდეგო შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული დიასპორის გააქტიურება. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. კი ბატონო, მივესალმებით, ჩვენი მეგობარი მოძმე ქვეყანაა თურქეთი. თვითონ ფაქტი არის ნეგატიური, ამ ფაქტს უნდა ვებრძოლოთ იქ ქართული ინტერესების გაძლიერებით. თუმცა უნდა აღვნიშნო აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ბატონი ვახტანგ კოლბაიას, ვიზიტი გასულ წელს თურქეთის ქართველებისა და აფხაზებით დასახლებულ რეგიონში. ამ ვიზიტისას ჩვენს დელეგაციას, რომელსაც ქალბატონი ადამ არშანიაც შედიოდა მე შემადგენლობაში, თან ახლდა თურქეთის პარლამენტის დეპუტატი, საკმაოდ გავლენიანი ეთნიკური ქართველი, შაჰინი გვარა. და მისმა მონაწილეობამ ამ ვიზიტში, ასე ვთქვათ, გარკვეული კარგი ლეგიტიმაცია და კარგი პირობები და კარგი შედეგები შექმნა ქართულ-აფხაზური დიალოგისთვის. სწორედ ამ მიმართულებით არის სასიარულო. ანუ იქაური ქართველებისა და აფხაზების დიალოგიც უნდა იყოს, მაგრამ ქართული დიასპორაც უნდა გააქტიურდეს. მე ვიცი, რომ საკმაოდ აქტიური გახლავთ ქართული დიასპორა თურქეთში. მე ვიცი, რომ მათ თავიანთი პოზიცია გამოხატეს მათ შორის ამ ჩანართთან დაკავშირებით და უშუალოდ პოლიტიკურ ხასიათთან დაკავშირებით, რაც მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ამ ჩანართისა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი წყნარად, ასე ვთქვათ, ნორმალური ცხოვრების რეჟიმში იცავენ იქ ქართულ კულტურას, თავის თვითმყოფადობას და არიან ამავდროულად თურქეთის მოქალაქეები, რაც სრულიად ჩნდება ჩვენი სახელმწიფოების მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებში. თურქულ გაზეთში აფხაზური ჩანართის გამოჩენის გამო თბილისის პროტესტმა დე-ფაქტო ხელისუფლება გააღიზიანა. ეგრეთ წოდებულმა საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზი ხალხის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
ხაჯიმბას ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თბილისი საერთაშორისო საზოგადოებისგან აფხაზეთის იზოლაციას ცდილობს. მომხდარი ინციდენტის შესახებ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე საკითხის დაყენებას გეგმავს. განცხადებაში გაკრიტიკებულია შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც. ნათქვამია, რომ ქეთევან ციხელაშვილი მისი განცხადებებით ადამიანის უფლებებს არღვევს. მინისტრი აფხაზური მხარის განცხადებების კომენტირებისას აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო არათუ ეწინააღმდეგება თვითმყოფადობის წარმოჩენას, არამედ ვალდებულებად მიიჩნევს ეთნიკური ჯგუფების იდენტობაზე ზრუნვას. საკითხების პოლიტიზირების შემთხვევაში კი ქეთევან ციხელაშვილი აუცილებლად მიიჩნევს ქართული სახელმწიფოსგან შესაბამის რეაგირებას, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამ საკითხის მანიპულირებას, რომ თითქოს ჩვენ წინააღმდეგი ვართ კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენის ან იდენტობის წარმოჩენის, ის რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება, მეცაც გეტყვით არათუ წინააღმდეგი, არამედ ჩვენ სახელმწიფო ვალდებულებად განიხილავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის იდენტობა იყოს დაცული, წარმოჩენილი და განვითარებული და განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ჩვენ აფხაზურ კულტურას, აფხაზურ ენას, აფხაზური ერის იდენტობას უთმობთ. ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება თუ არ ხდება და არ მოხდება, ამ შემთხვევაში ნამდვილად არათუ წინააღმდეგი, არამედ ჩვენ ვართ მომხრე და ინიციატორი, რომ გამოსავლები იქნას მოძებნილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, როგორც ქართველების, ისე ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის, მათ შორის აფხაზების, ოსების, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ხდება საკითხების პოლიტიზირება, მაშინ ეს არის ის ჩარჩო, რომელიც მოითხოვს გარკვეულ რეაგირებას და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შესაბამისი უწყება, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთვება ასეთი საკითხების რეგულირებაში. ჩვენ თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ თურქეთის ქართული კულტურის სახლის წარმომადგენლებს შევხვდით. ერდალ ქუჩუკი და ნური ანარი იმ ქართველთა შორის არიან, რომლებმაც მომხდარი ფაქტის წინააღმდეგ საპროტესტო წერილს ხელი მოაწერეს. თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ შეშფოთებას გაზეთ საბახ აფხაზიას გამოცემის გამო და იმედს იტოვებენ, რომ მსგავსი ინციდენტი მომავალში აღარ განმეორდება. ჩვენ ყველა ქართველები თურქეთის საცისტომებმა ერთობლივი ხმით, ერთობლივი განცხადებით პრეს-რელიზი გაუშვით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რა თქმა უნდა გაზეთ საბახის სარედაქტოროს საბჭოს. ჩვენ მართალი ვართ, იმიტომ რომ ათასობით ხალხი აფხაზეთიდან დევნილი გახადეს. ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯი. დეზინფორმაციის გამოვლინება. იმედი მაქვს, რომ მომავალ თვეში ასეთი შეცდომა აღარ განმეორდება. ამის უკან არის რუსეთი, თურქეთში ჩვენ როგორ ვაჯობებს, მაგრამ მაინც სიმართლე უნდა ითქვას მუდმივად. ჩვენ ერთად ვიბრძვით და არ გადმეორდება ასეთი ამბავი მეორჯერ, იმიტომ რომ არის საქართველო და თურქეთი ძლიერი მეგობარი, ჯერ ერთი, მეორე მეზობელი ქვეყანა და ჩვენ ვართ იქ თურქეთელი ქართველები, ამას სულ დავიცავთ, როცა გვექნება ამის სული. ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ მაინც გავერთიანებთ საქართველოს. ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ საინტერესოა რა ბედი ეწევა თურქული პოპულარული გაზეთის საბახის სკანდალურ ჩანართს აფხაზიას. რამდენად გაითვალისწინებს კერძო გაზეთის ხელმძღვანელობა ოფიციალური თბილისისა და ანკარის პოზიციებს და შეწყდება თუ არა მისი გამოშვება. ცნობილი ქართველი მომღერალი ელდარ გეწაძე რუბრიკაში მეამბე აფხაზეთზე. სოხუმი ჭანბა სახელობის აფხაზური დრამის თეატრი, ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის გასტროლები. ჩემთვის არის აფხაზეთი სტუდენტობის ყველაზე ბედნიერი წლების გამოძახილი. ჩემი ნაწილი არის აფხაზეთი, ჩემი მეგობრები არიან აფხაზები. ჩემი პარტნიორების სცენაზე. ჩემი სიყვარული და ჩემი გულის ტკივილი. აფხაზეთი არის საქართველო. კი არ გავართ, ერთნი ვართ. მე მახსოვს, რომ ბავშვობისას დავყავდით სოხუმში, მაშინ მღეროდი სახელმწიფო ანსამბლში, ზესტაფონში. ჩავედით სოხუმში და მაშინ ესე იყო, რომ სოხუმში
ჩავდიოდით ელმავალი რო ერთხვა ელექტრომატარებლით და იქ იცვლებოდა ორთქმავალს, მოებმებოდა მე აქაურ მატარებელს, იქეთ ეს ელექტროსადენები არ იყო და იმით მივდიოდით და ეს პერიოდი იყო ძალიან დიდი. შეცვლის პერიოდი 8 საათამდე მაინც ვიყავით ხოლმე აფხაზეთში, როდესაც მივდიოდით და ეს 8 საათი ყოფნიდა, იმიტომ რომ დამჯდარიყავით მანქანებზე და გავარდნილიყავით პლაჟზე. სანაპიროზე ვიყავით სულ ახალგაზრდები ვიყავით და მთელი დღე დახურგულები მზისაგან, რომ მეტი დრო არ აქვს. აი ესეთი მახსოვს აფხაზეთი. მახსოვს, როდესაც უკვე რაღაცას მივახციე ჩემ ცხოვრებაში და როდესაც ჩემი ჩასვლა საჭირო გახდა აფხაზეთში, იგივე კონცერტებისთვის, იგივე სპექტაკლებისთვის, საზეიმო ნაწილებისთვის. უფუნია იყო ასეთი ორგზის გმირი, იმის იუბილეზე ჩავსულ ვარ სოხუმში. უკვე როდესაც მე კონსერვატორიის კედლებს გავწვდი, მაშინ უკვე მთელი ჩემი აი ეს შეგნებული ჩემი ცხოვრება, რასაც ქვია, ძალიან ხშირად ვატარებდი სოხუმში. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული ვიყავი, გლენკას კონკურსის ლაურეატი გავხდი და ყველას უნდოდა ჩემთან შეხვედრა და ამიტომ თითქმის ყოველი დღე მქონდა დატვირთული ან სპექტაკლით, ან კონცერტით. ასე რომ მაშინ ყველა გვიცნობდა იქ, მაშინ ყველა მოდიოდა ჩვენთან, ოტელო, ტრავიატა, თვარის მოტაცება, ყოველ დღე ახალი სპექტაკლი. იყო გასტროლები, როდესაც მთელი აფხაზეთი ელოდებოდა რომ ჩავიტანდით თვარის მოტაცებას. ის დიდი თემა კონსტანტინესი, რაც არის სიყვარულის ტრაქტატი აფხაზი და ქართველი ხალხის და მე მიხარია რომ აი ეს ჩემი შესრულებული თარაში მაშინდელი ნახა ბატონმა ზვიად გამსახურდიან და თქვა მამას რო უნდა და აი ესეთი თარაში არის ელდარია. ჩამაცვეს ჩოხა ახალოხი და ვიყავი თარაში. მე გარდასახვა ამ როლისთვის არ დამჭირვები. ამ სურათის დანახვა მიხარია ხოლმე. მე მახსოვს ბიჭვინთანში კონცერტი ჰქონდა და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი, ძალიან კარგად გვიღებდნენ და რესტორანში მოვხვდით ჩვეულებრივად, აი რა დამთავრდა კონცერტი და როგორ არის იცით, ეს იყო ვალდებულებასავით, რომ იმ მასპინძლებს ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და მასპინძლებს უნდა ჩვენთვის რაღაც პატივი მიეგოთ, არა ერთად გაგვეგრძელებინა სპექტაკლის ან კონცერტის შემდგომი საღამო და სრულიად მოულოდნელად ახალგაზრდა ბიჭუნა მოვიდა ჩვენთან ესე 17-18 წლის ალბათ და ბოდიშის მოხდით, აი ძალიან თავაზიანად თქვა რომ იცით რომ მე სრულიად უცხოვარო თქვენთვის, მაგრამ მე მინდაო მთვარის მოტაციის მოსმენაო, ძალიან მაინტერესებსო. იქნებ რამე მაინც ერთი ნაწარმოები, ერთი ნომერი მაინც შეგვისრულოთო ამ ოპერიდან და ის შემადგენლობა ვიყავით ზუსტად, ვინც ამ სპექტაკლში 2 დღის მერე უნდა მონაწილეობა მიგვეღო. გადავწყვეტეთ, რომ რაღაც გვეჩვენებინა და კაც ვამბაის როლის შემსრულებელი იყო თამას ლაფერაშვილი, ძალიან ცნობილი მომღერალი. იმან მითხრა, რომ მოდი ელდარო მე და შენო ვიმღეროთო თარაშის სიმღერა დუეტს, როგორც სიმღერა არის და მინამღერს აკეთებს კაც ვამბაია, როგორც მამობილი, აი ძალიან ბუნებრივად გადადის და ეს არის ხალხური სიმღერის ვარადოს თემა, რომელიც შესანიშნავად გააკეთა ოთარ თაქთაქიშვილმა. თავის აკომპანიმენტი რაღაც საოცრად ლამაზი მელოდია, თვითონ ვარადოს მელოდია და ეტყობ ესენი მომზადებულები იყვნენ და ჩვეულებრივი აი ეს ლენტიანი მაგნიტოფონზე, როდესაც მე არაფერი არ ვიცი ჩვენ და უკვე რომ ვემზადებით წამოსასვლელს, უბრალოდ ჩაერთო ეს
მელოდია თურმე ჩაუწერიათ ამ ბიჭუნებს და მოგვასმენეს ძალიან გაგვეხარდა რომ ესენი ასეთი დაინტერესებულები იყვნენ და ამის შემდეგ სადაც შევიდოდით რესტორანი იქნებოდა ის უბრალო სასადილო იქნებოდა კაფე იქნებოდა იმის გენიალური ყავის დასალევად აი როგორც კი დაგვინახავდნენ ჩვენ ოპერის ხალხი ყავთ ჩართავდნენ ამას და მე მიმაჩნია რომ ეს იყო მაშინ ძალიან დიდი გამოძახილი ერთმანეთის სიყვარულის და ეს იყო როგორ გითხრათ ეს იყო ის რასაც დღეს ვეძებთ ჩვენ სიყვარული ერთმანეთში მე მგონია ამ ხაზის დაკარგვა არ შეიძლება ყველგან ნამღერი მაქვს ტყვარჩელიდან დაწყებული სულ ყველგან აი მთელი სანაპირო მე არ ვიცი ალბათ რაღაც ისეთი ადგილები დამრჩა უნახავი სადაც იმ პერიოდში პიანინო არ იყო რომ ჩვენი კონცერტი ყოფილიყო არის ეგეთი შემთხვევები რომ ერთგან ვიყავით სადაც პიანინო მიიტანეს მოსახლიდან დარბაზში რომ ჩვენი კონცერტი ჩატარებულიყო და ესეც კი სასიამოვნო იყო ძალიან რომ ვიღაცას ასეთი დაინტერესება ჰქონდა როგორ შეიძლება ახალათონს რომ ნახავ და რო შეხვალ და გადახედა ამას ყველაფერს ამ ხეობას გადახედა როგორ შეიძლება რომ ის არ იყოს გამორჩეული ახალათონი არის ერთ-ერთი რომელსაც მსგავსსაც ვერ ნახავ ლურჯ ტბას რიცის ტბას ამას სხვაგან ვერ ნახავ აფხაზეთი და იმ წუთში რაღაცა ტკივილი ჩემი დაბადების დღე მახსენდება მე ვარ 27 სექტემბერს დაბადებული და აი სოხუმის დაცემის დღე მოგეხსენებათ 27 სექტემბერია და მე არ მეგონა რომ რამე შეიძლება დაიმხელა ტკივილი მოეყენებია ჩემთვის რაც იმ დღე მომაყენა და ხო ვცდილობ ხოლმე რომ 27-ში არავინ არ მოვიდეს ჩემთან და 28-ში მოვიდეს მე ამის გადატან არ შემიძლია ჩვენ ერთნი უნდა გავხდეთ როგორიც ვიყავით სოთაშორის ყველაზე დიდი სიყვარული ჩემ და აფხაზებს შორის დაიწყო იმით რომ ძალიან კარგად მღერია აფხაზები კუბისას ჩემ მეგობარი ძალიან კარგად მღერის ანსორ შემახი არის ასეთი ძალიან ლამაზად მღერის იმდენად რომ მე ვერ წარმომიდგენია იმაზე უკეთესად ვინმე მიმღეროს მაგრამ ჩემი აფხაზი მეგობრები ამბობენ რომ შენი სიმღერი ხარ რომ აფხაზებიც არ მღერიან ეგრეო და ის მიხაროდა მაშინ ძალიან იმ პერიოდში საბჭოთა ეპოქა რომ ერქვა ასეთი წესი იყო ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში და განსაკუთრებით კონსერვატორიაში. წელიწადში 2 აფხაზი უნდა მოხვედრილიყო კონსერვატორიაში. 5 წლის განმავლობაში 10 აფხაზი სწავლობდა კონსერვატორიის კედლებში. და მე ვიცი რომ ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი ვინც არის ჩვენთან მღეროდა ოპერის თეატრში. მე ვიცი რომ ის დიდ საქმეებს აკეთებს და კარგი კაცი. ფოტოშორის ჩვენი სიძე ერთი წლის წინ გახდა ჯანო იზორია შვილიშვილის ქმარია და მას აქვს ძალიან დიდი კავშირები გალში გადადის ხოლმე იმიტომ რომ მამა დედა იქ ცხოვრობს და მპირდება რომ ჩავალთო და აუცილებლად შენ საძმაკაცოს მოგევა ძალიან იმედიანად ვარ როდესაც ჩამოდიან ხოლმე აფხაზეთიდან პატარა სიურპრიზებს უწყობთ ხოლმე და პატარა კონცერტებს უმართავთ ხოლმე და მაქვს ბედნიერება რომ ვთქვა რომ მე ყოველთვის მეძახიან და მე ხვდები იმ ხალხს და მე მიყვარს ის ხალხი იმიტომ რომ იმათ უყვარვართ ჩვენ ძალიან უყვარვართ მინდა აფხაზებს უთხრათ რომ აი ის სიყვარული რაც ჩვენ გქონია ერთმანეთში ის მაინც გაიმარჯვებს
ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.